ნებისმიერ დღეში თბილისის მოდის კვირაული დაიწყება და ამ კვირაულის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მოდის კვირაულის ორგანიზატორი და კულტურის მინისტრის მოადგილე უძღვებოდნენ. პრესკონფერენციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მოდის კვირაული რიგით მე-11 სეზონს ხონდას ცენტრი თბილისი წარმოადგენს. 16-დან 19 აპრილის ჩათვლით საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება ვარდების მოედანზე განლაგებულ საღონისძიებო სივრცეში შედგება და მას ივერია ჯგუფი უმასპინძლებს. როგორც ხედავთ, ძალიან კარგი სტუმრები არიან ჩამოსულები, ბევრი ადამიანი, ბევრი პოპულარული ადამიანი მოდის ინდუსტრიაში. ისინი სულ მოუთმენლად ელიან ქართველი დიზაინერის ჩვენებებს და მე ძალიან მიხარია, რომ ქართველი დიზაინერები გახდნენ პოპულარულები და უფრო მეტი ინტერესია მათ მიმართ. კულტურის სამინისტრო რამდენიმე წელია მხარს უჭერს, წლიდან წლამდე მასშტაბით ვიზრდება. დღეს დავწმუნდით იმაში, რომ ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტია ჩამოსული და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის პრომოუტერება უფრო ფართოდ იქნება წარდგენილი. თბილისის მერია ტრადიციულად აგრძელებს მოდის კვირაულის მხარდაჭერას. ამ შემთხვევაში თბილისის მერიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომელიც მისი მხარდაჭერით ხორციელდება, არის ფრანგი ფოტოგრაფის გრეგორ ელუას ვიზიტი საქართველოში.